ფულადი ჯარიმები დისკვალიფიკაცია და თამაში მაყურებლის გარეშე. გიორგი წეროძე გიამბობთ ეგრეთ წოდებული საფეხბურთო ხულიგნების გამო დაჯარიმებული გუნდების ისტორიასა და მათ სამომავლო გეგმებზე. ეგრეთ წოდებული საფეხბურთო ხულიგნების გამო ბოლო პერიოდში არაერთი კლუბი დაჯარიმდა. პირველი ლიგის ერთ-ერთ ლიდერ ქობულეთის შუქურას გულშემატკივრობა მაშინ დააკლდა, როცა ყველაზე მეტად სჭირდებოდა. ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი საქართველოს თასის ნახევარფინალი კლუბმა ცარიელ სტადიონზე ითამაშა. მოწინააღმდეგის ავტობუსის დამტვრევის გამო ფეხბურთის ფედერაციამ შუქურა სტადიონს სამმატჩიანი დისკვალიფიკაცია, კლუბს კი 1400 ლარი ფინანსური ჯარიმა დააკისრა. გარდა ამისა, დაზიანებული ავტობუსის გარემონტება კლუბს დაახლოებით 3000 ლარი დაუჯდება. Adara ბიჭებმა იმ კიდევ ესე ვიტყვი იმ ლაწირაკმა ბავშვებმა, აპატიეთ ამ გამოთქმისთვის იმ ქვების სროლით, იმ თავისი ემოციებით, აქ სტადიონზე ქვების სროლით ყველაფერი გაგვიფუჭეს ეს სიტუაცია და ეს ურთიერთობა რის გამოც დაისაჯა წესიერი გულშემატკივარი. ბიუჯეტის დაგეგმარებაში ცვლილებებს შეიტანს ქედის ბეთლემის კომაგების მიერ მსაჯის ცემის გამო კლუბი 10000 ლარით დაჯარიმდა. კლუბის წლიური ბიუჯეტი 210000 ლარია, თუმცა დაკისრებული ჯარიმის ხარჯზე ამ თანხას 5% უკვე გამოაკლდა. ყველამ ვეცადეთ რომ ეს არ მომხდარიყო, მაგრამ წინ ვერ აღვდექით ამ ძალას, რომელსაც შემოიჭრა სტადიონზე და თო ძალიან ცუდი ფაქტი მოხდა. დავზოგავთ თანხებს რომ რაღაცებს არ შევიძენთ, რაღაცებს არ გავაკეთებთ ისე როგორც გასაკეთებელი და როდესაც ვფიქრობდით და ჩვენ თავს დავაკლებთ და იქ გადავისდით. ფეხბურთის ფედერაციაში განმარტავენ, რომ სანქციები მკაცრია, თუმცა მას ზიანი მხოლოდ კლუბისთვის მოაქვს. სანქციები ჩვენ რაც შეგვიძლია რომ დავაწესოთ, საკმაოდ მკაცრია ის, მაგრამ აქ არის პრობლემა ის, რომ ეს სანქციები არის კლუბს ურთავს, მაგრამ არა მაყურებელს. მაყურებელს ერთ-ერთი რაც შეგვიძლია რომ ასე ვთქვათ, დავაკისოთ ესაა რომ არ შეუშვათ სტადიონზე, ასე ვთქვათ, დახურულ კარს მიღმა ვათამაშოთ მათი გუნდების საშინაო მატჩებზე. მოუწოდეთ გულშემატკივრებს რომ გულშემატკივრობაზე გააკეთონ აქცენტი და არა აგრესიაზე და არა ერთმანეთისთვის ქვების სროლაზე, ან თუნდაც ფეხბურთელებისთვის, ან თუნდაც საჭიროებისთვის. ფედერაცია და კლუბების ხელმძღვანელობა გულშემატკივრებს რადიკალური ზომის მიღებისგან თავის შეკავებას ურჩევს როგორც სტადიონზე, ასევე მის ფარგლებს გარეთ. მათი თქმით, ჯარიმები უარყოფითად, ისედაც დასუსტებულ საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატზე და დაფინანსებას მოკლებულ ქართულ კლუბებზე აისახება.